ეკავებ ხვაწესთან. საღამოშიდობის მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს FM 98-სა და 5-ზე. მე ვარ ჟურნალისტი ეკავებ ხვაძე და ვიწყებ ჩვენს გადაცემას სივრცეში ეკავებ ხვაძესთან ერთად ვსაუბრობთ მიმდინარე მოვლენებზე, საგარეო და საშინაო საკითხებზე, ძალიან ბევრი თემა, ამიტომ ახლა აქ აღარ ჩამოვთვლი და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი ეკონომისტი რომან კაკულია, მივესალმები მას და გამარჯობა ბატონო რომან. დიდი მადლობა მობრძანებისთვის ეთერში. ბატონო რომან, პირველ რიგში მოდით დავიწყოთ იმით, რომ უკვე მუდენ 2 თვის განმავლობაში ქართული ოცნება გარკვეული კანონების გამკაცრებას გეგმავს. ეს შევიტყვეთ ხო, გუშინ თუ არ ვცდები, კი ბატონო, გუშინ იყო ეს ამბავი და ამას მოყვა უკვე ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები და მოსაზრებები, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ისე მოსახლეობის მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან და ასე შემდეგ. რამდენიმე ჩამონათვალია ამ კანონების, რამდენიმე კანონის გამკაცრება იგეგმება, თუმცა მოდით დავიწყოთ აქტიურად მიდის საუბრები ფარას ანალოგიის, ხო და მედიის დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რაც გვაწუხებს ჩვენ პირადად ჟურნალისტებს, ანუ ის რომ მედია ორგანიზაციები ვეღარ დაფინანსდებიან უცხოეთიდან, აქ არ მოიაზრება სარეკლამო თანხები და რაც შეეხება ფარას, ამაზე შემდეგ გადავიდეთ მედიაზე. დღეს ბრძანა პარლამენტის თავმჯდომარე, მაგერ არის ამერიკა, აგერ არის ფარა, გამართულად მუშაობსო, სასარგებლო რესურსია, ერთ-ერთში გადმოვიღებთ და ვთარგმნით და მივიღებთ. რა მაინტერესებს იცით, ზოგადად რატომ გახდა საჭირო რომ გამჭვირვალობის კანონი არსებობს ქვეყანაში და ის გახდა ფარას ანალოგი და მოდით განსხვავებებზე რომ ვისაუბროთ. ან ერთმა რა მოგცა, რაც იყო გამჭვირვალობის კანონი და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს იმან თუ კი ის პირდაპირი ანალოგი იქნება ფარას, ეს არის ამერიკული კანონი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. საკითხია დასმული რომ მოკლედ არც ის ერთულად არის საქმეო იტყვია როგორც ერთი შეხედვის ჩანსო, ის გაცილებით რთულად არის. მაინც რთულად არის, ბევრად. კი ბატონო, რთულად არის, ასეა საქმე და აი თქვენს მონოლოგში ახლა რაცა თქვენ დაახასიათეთ ეგ სიტუაცია, შედის ყველაზე ნიშანდობლივი და საინტერესო სიტყვა არის ურთიერთგამომრიცხავი. ანუ აი ეს ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები ახლა ამერიკის ფარა კი არა, საერთოდ მეორედ მოსვლა რომ იყოს და რაღაცა ისეთი ალბათობით რომ დაიდოს რაღაცა მოცემულობა, ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყანა, სადაც აუცილებლად ურთიერთგამომრიცხავი იქნება პოზიციები, აი ამ მდგომარეობაში ვარ შესული და ანუ შუალედური არ არსებობს, ხო? ანუ მსჯელობის რაღაცა წერტილი რომ ვიმსჯელოთ, ამაზეც პრობლემა. ამიტომ ახლა კონტექსტი თუ არ განვიხილეთ ჩვენ და ეს ფართო რაღაცა მსჯელობისაგან, მაგრამ უნდა დავიწყოთ ასეთი დიალოგებიდან, რომლის საშუალებასაც თქვენ იძლევით და მე თქვენის ნებართვით აქ თემამდე მოვალ, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ ახსნა, რას ნიშნავს ეს ურთიერთგამომრიცხავობა, რატომ არის ეს ასე და რატომ არ აქვს მნიშვნელობა რა კანონში ადარებ, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ერთხარეს არის, რა არგუმენტიც არ უნდა მოუყვანო, არავითარ შემთხვევაში რომ აღარ მიიღებენ და ვინც აქეთ ხარეს არის, იმათი არგუმენტები აქეთაც უკვე აღარ იმუშავებს. ანუ ეს ბარიერი უკვე გავლილია და რა შეიძლება საქმე, ახლა ეს რთული პროცესია მთლიანობაში, მაგრამ ნუ ერთი წინადადებით ამას გვია ძალიან ძაფრი სოფხედველობრივი განსხვავება და თვითონ ამის შინაარსზე უნდა შევიდეთ მაშინ ჩვენ. თვითონ აი ქართული ენა ძალიან ესეთია, მომწონს მიყვარს არა მარტო იმიტომ რომ ჩვენი მშობლიური ენა, მაგრამ მას შემდეგ რაც პოლიტიკაში აღმოვჩნდი, თვითონ აი ამ სიტყვის სოფხედველობას რაღაცას უწურებ. იმიტომ რომ ეხლა სოფხედველობას კი აქვს ინგლისური ანალოგი თავისი, მაგრამ რაც არის სიტყვა მაგალითად point of view და თუნდაც მისი ფრანგული ანალოგი და თუნდაც რუსული точка зрения რაც არის, ხო? აი ქართულში არ არის იმის ანალოგი, რომელიც ამ წერტილის მნიშვნელობას აფიქსირებს. ანუ ეს point of view იმიტომ არის მნიშვნელობა, რომ ის გეუბნება, რომ შენ ამ წერტილიდან ხედავ. და ჩვენი პოლიტიკისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი რამე. ანუ შენ ამ წერტილიდან რო ხედავ ამ სოფლიოს, ეგ იმას ნიშნავს, ესე იგი, რომ სხვა წერტილიდან ის რო სხვანაირად ჩანს, ეგ ტერმინი რაღაცნაირად უფრო გასაგებს ხდის თითქოს ამას. განაეხლა თვალსაწიერი და სოფხედველობა თუ დაუკვირდები, დაკვირვებული ადამიანებს არ იძლევა ამის შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ეხლა თვალსაწიერის და სოფხედველობას ადამიანის არის და პიროვნების არის, თუმცა
აი ეს ნაკლოვანება, აი პოლიტიკაში შესვლის შემდეგ ძალიან გამოჩნდა, რომ ადამიანები, რომელ წერტილშიც არიან, იქიდან სხვადასხვანაირად ჩანს ერთ-ერთი მოცემულობა და ნებისმიერი აი კვალიფიციური ფსიქოლოგია, ალბათ ეხა მათგან ვიცით, ჩემი პროფესია არ არის. გეტყვით, რომ სოფხედველობრივი დაპირისპირება იმიტომ არის ყველაზე მძაფრი დაპირისპირება, რომ ერთი და იგივე ფაქტები და ერთი და იგივე არგუმენტები განხილვას აზრია მხოლოდ ერთი სოფხედველობის პირობებში. სხვა შემთხვევაში ზუსტად ერთი და იგივე ფაქტის აბსოლუტურად სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ნიშნავს სწორედ სოფხედველობრივ განსხვავებულობას და ჩვენ 50 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ის, რომ ადამიანებს საცხოვრებელი მისამართი არ შეუძლიათ ისე შეიცვალეს ცივილიზაცია. ცხოვრობდნენ მაგალითად ყაზბეგის 28-ში და იყვნენ რაღაცა სხვა ცივილიზაციის ნაწილი და დღეს სხვა ცივილიზაციას ეკუთვნიან უკვე. ახლა ეს რთული საკითხია, მაგრამ ეს ცივილიზაციური ცვლილება თავისთავად მე მას მიყვავს სოფხედველობრივი ცვლილება. ამიტომ ახლა აქ, როდესაც შენ თავს აბსოლუტურად მიაკუთვნებ უკვე სხვა ცივილიზაციას, არა? აქ ლაპარაკი იმაზე კი არა, რომელი ჯობია. ასე ცივილიზაციურად გაიხლიჭა ეს საზოგადოება ერთნი ანგლო-საქსონური ცივილიზაციის ნაწილად თვლიან უკვე თავის თავს. და მეორენი ამას ვერ შეყვნენ სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ხო ცალკე თემაა კიდე. ამიტომ ახლა ეს რუსული კანონი რატო ეწოდა ამას? იმიტომ ეწოდა, იმიტომ კი არა, ასეთი არავის მიუღია და მაგის საჭიროება ახლა კი არა 10 წლის უკან იყო. რო გწოდნოდა რა შემოდის და რა გადის. უბრალოდ ეს იყო კანონი, რომელიც თავისთავად გაშორებდა დასავლურ სივრცეს. და ქართული ოცნების პრობლემა ის იყო, რომ მან კარგად ვერ ახსნა ამ დისტანცირების გარდაუვალობა. ამ მოცემულობაში ეს დისტანცირება გარდაუვალი იყო. ამათ მარჯვენა პოზიცია რომ არა კაცო ჩვენ არ კი არ დისტანცირდებით, მაინც იქავარ და მაინც იქეთ მივდივართ და ამ დროს დისტანცირდებოდი და შენ ის უნდა აგეხსნა რომ ეს დისტანცირება ამ წუთას გარდაუვალი რომ იყო სხვადასხვა გეოპოლიტიკური მოვლენების გამო ჩვენ ვინც მაგათ მხარს უჭერდით, აი ამ გარდაუვალობას რომ ხედავდით, ამის გამო უჭერდით. და არა იმის გამო რომ იმ ილუზიაში ვიყავით ახლა რომ არაფერი არ იცვლება დასავლეთთან, რა თქმა უნდა იცვლება, რა თქმა უნდა დისტანცირდებით და რა თქმა უნდა და დაბრუნების შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს თუ მთელი რიგი საკითხები შეიცვლება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ და ახლა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი 1-3 კვირის უკან ისევ ევროატლანტიკურ სივრცეში მიისწრაფოდა და ესეთი რაღაცები ცოტა გაუგებარია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე იმის თქმა მინდა რომ მთელი სიმძაფრე აი ქართული რეალობის გახლავთ ის რომ ეს გახლეჩილი საზოგადოება არის უკვე აი სხვადასხვა აბსოლუტურად სოფხედველობის და ამიტომ ერთი და იგივე მოვლენები რო სხვადასხვაგვარად აღიქვება აი ამ სხვადასხვა სოფხედველობის ადამიანთა მიერ ეგ არის ყველაზე მთავარი გამოწვევა ჩვენი. ჩვენ ახლა აქ რა უნდა არ დღეს არ შეცვლილა არაფერი აი ამ ბოლო დროინდელი მოვლენების შემდეგ. გულისხმობ ტრამპის მოსვლას და იქ ძალიან ბევრი ეხლა საქმე რაშია მისი ხისტი პოლიტიკის შედეგად. მე ამ წუთას რაზეც ვლაპარაკობ, ეს აღქმა, არა, ჩვენ რა შეიძლება საქმე, ჩვენ ახლა თქვენ გაქვთ თქვენი სამყაროს სურათი. ხო, მეც ჩემი სამყაროს სურათი მაქვს, ირგვლივ რაღაცას ხედავ და აი ამ სამყაროს სურათისგან გამომდინარეობს ჩემი შეფასების ინსტრუმენტები, რომელიც მე მაქვს. ეს შეფასების ინსტრუმენტები, რომლითაც მე ვაფასებ მოვლენებს, არა, ჩამოყალიბდა იმ იდეებისა და იმ ისტორიის მეშვეობით, რომლის ნაწილადაც მე ჩემ თავს მივიჩნევ. და სანამ ადამიანები არ დაფიქრდებიან იმაზე, რომელი იდეებმა ჩამოაყალიბა, დაუშვათ ის ძირითადი შეხედულებები, რომელიც მათ აქვს და თვითონ არ მიხვდებიან იმას, რომ რადგან კონკრეტული იდეების შედეგი არის შენი სოფხედველობა, ესე იგი მას თავისთავად სრულყოფილების პრეტენზია ვერ ექნება. შეიძლება შენ რაღაცას არასწორად ხედავდე. ანუ სანამ ამაზე დაფიქრება არ მოხდება და შენი შეხედულება ერთ-ერთი ჭეშმარიტება გონია და ჩვენ გვახასიათებს აი ეს დოგმატურობა, ხო? აი ეს ადამიანები. ეხა ორივე მხარე ამ მდგომარეობაში, ორივე მხარე, ანუ ამის გამოსავალი არის მხოლოდ იმაში, რასაც განათლება გვქონდა და განათლება რა არის? განათლება არის ეჭვის შეტანა შენს ცოდნაში, რომელიც ერთ-ერთი ჭეშმარიტება შეიძლება არ იყოს, ეს როგორ შეიძლება ერთ და ორ კვირაში მოხდეს. ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი. თუ არა და არსებობს ორი სხვა ვარიანტი მაშინ, ესე იგი თუ ასეთ დონემდე როდესაც მიყავს საზოგადოება, ან ყოფ შუაზე საზღვარს და ეუბნება შენ იქეთი ცხოვრებ და მე აქეთ ვიცხოვრებ, ან ერთმა უნდა გააჩუმოს მეორე. რისი მცდელობაც ამ დღეს არის. ეხლა არის მაგის მცდელობა, იმიტომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არის. ანუ ან შენ იწყებს საუბარს და საუბარი რას ნიშნავს, რომ მე პოულობ ჩემ თავში ძალას, რომ შენს მაგივრად შენი პოზიციებიდან შევხედო ამას. მაგას ძალიან დიდი რაღაც ეტაპების გავლა უნდა. ეს ასე უცებ, მოდი შევრიგდეთ ეგ თემა, არ მუშაობ, ასე მოდი შევრიგდეთ. აი ეს ცუდ საქმეზე მიგვიყვანს ყველამის და ცუდ საქმეზე მიიყვანს, მაგრამ ვერავინ ვერ ახერხებს იმას, რომ საკუთარ სარკეში შეიხედოს
და მიხვდეს იმას და არ არის ადვილი პროცესი, რომ შენი მსოფლმხედველობა რომ იმ იდეებისაგან ჩამოყალიბდა, რომლებიც შენთან შემოდიოდნენ და ახლა ეს იდეები მე უნდა დასვა საკითხი, ახლა ყოვლის მომცველ და მომწურავია ეს იდეები. ის ინფორმაცია, რომელიც ჩემში შემოვიდა. ხო, არა, თუ არ დასვამ, დაგრჩება ისტორია ალტერნატივა. მე გავიმარჯვე და ამიტომ მე ვარ მართალი. მთელი მსოფლიო აქამდე მაგით მოდიოდა. ახლა ლიბერალიზმის თავარი მიღწევა ეგ უნდა ყოფილიყო. სიტყვის თავისუფლება, იმიტომ ჭირდებოდა თავის დროზე მაგის დამფუძნებლებს, რომ სიტყვის თავისუფლებით აზროვნების თავისუფლება მიეღოთ და აღსარებლობის თავისუფლება უნდა ყოფილიყო მართლაც აღსარებლობის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება არ უნდა ყოფილიყო. პრობლემა მანდ არის, რომ ეს ლიბერალიზმი რაში გადაიზარდა და რა მაგაში გადაიდა. ზუსტად მაგაშია საქმე, რომ რადგან ეს პრობლემები ზუსტად ამ მიმართულებით განვითარდა და მან ვერ უზრუნველყო ის, რომ ადამიანებს ერთმანეთისათვის შეხედათ უკვე პირველ რიგში თავის სარკეში დაენახათ ჯერ და მერე დაეწყო სხვების შეფასება. ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც დევიზი არის მიიღე განსხვავებული, ოღონდ ჩემგან განსხვავებულის მიღება არ გაბედო. აქამდე მივიდე ხა, რატომ მივიდა, მაგას კი ძალადობაში გადაიზარდა. გადაიზარდა და ამას წინათ მე ერთ-ერთი ვახსენე, ძალიან ესეთი მე რადგან ეკონომიკაცაც ახლოსა ვარ. ხავიერ მილეი არის ესეთი პრეზიდენტი არგენტინის, ძალიან ესეთი ლიბერტანიანელი პრეზიდენტია. მაგას ვერ დააბრალებ ეს პრორუსობას და ვერც რაღაცას და მისი გამოსვლა იყო ამ დაოსის ფორუმზე, როდესაც მაგან ძალიან კომპეტენტურად გაილაშქრა დღევანდელი ძალიან სერიოზული გამოსვლა ქონდა მებუსმინე მის გამოსვლა. ხო და აი ეს გამოსვლა არის ზუსტად მაგალითი იმისა, თუ სად უნდა წასულიყო ლიბერალიზმი, როგორ იქცა სიტყვის თავისუფლად ზეწოლის მექანიზმად, როგორ იქცა სხვადასხვა უმცირესობათა განსაკუთრებულად დაცვის მექანიზმი. რომელმაც გააუქმა ფაქტურად კანონის უზენაესობის მექანიზმი ამ განსაკუთრებულობამ დაცვამ როგორიც ის დანარჩენ მსოფლიოზე ზეწოლის მექანიზმად და ძირითადი თავისუფლებები როგორიც არის მაგალითად კერძო საკუთრება რომლის უზენაესობის გარეშეც არ არსებობს არც ლიბერალიზმი არც კაპიტალიზმი იქცა რაღაც კორპორატიული ეთიკებისა და კორპორატიული ზემოქმედების მექანიზმად და ხა ჩვენ რეალობაზე ამ შეკითხვამდე რასაც დამისვით და სადაც უნდა მივიდეთ რომ რა ხდება ჩვენთან ხო ეს კანონი რატო დაჭირდათ ამათ ფარას კანონია თუ რისი კანონია საქმე იმაშია რომ ჩვენ მივიღეთ სიტუაცია როდესაც ჩემი ფორმულა გამოვიყვანე მე ფორმულა ასეთია რომ დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაზე საქართველოში შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ მათთან ვინც არ არის გეოპოლიტიკურ ილუზიაში აი ეს ცივილიზაცია გამოცვლილი ხალხი სამწუხაროდ დარჩა გეოპოლიტიკურ ილუზიაში ეხა ომის პარტიაო ხო არის ესეთი პოპულარული ეხა მამუკობდინარეს არც ემახსოვრება ალბათ გონი 2018 წელი იყო რაღაც ინტერვიუში მე ვიხმარე ეგ სიტყვა პირველად ძალიან პატარა ინტერვიუ იყო არც დიდად არ გავრცელებულა მაშინ ვთქვი რომ არსებობს საქართველოს ომის პარტია და მშვიდობის პარტია თქო მე ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობდი მაგრამ მე ახსენი რას გულისხმობდი მაშინ მე ხა მის თითოეულ წევრს კი არ გულისხმობდი და მის მხარდაჭერებს კი არ გულისხმობდი რომ ესე დილეს აღავდა ზიანდახო ომზე ოცნებობენ საქმე იმაში იყო რომ მე ამ ხალხში ახლა კი 10 წლის წინაც ვხედავდი რუსეთის ფაქტორის არასათანადოდ შეფასების და დასავლეთის დახმარების ასევე არასათანადოდ შეფასების ტენდენციას რომელიც პოლიტიკაში თუ გადაიზრდებოდა ავტომატურად მიგიყვანდა ომის ალბათობამდე მე ამას გულისხმობდი და არავისთვის ამ ილუზიებში ჩარჩნენ ხო და მე არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მინდოდა ეხლა მაშინ მე ამას გულისხმობდი და ეხლა რო ვფიქრობ დღესაც არაფერი არ შეცვლილა აი ახლა ეს კანონები რო არის ხომ კაცდება კანონები რაც ახლა პრინციპში ალბათობა იმის რომ ეს გადაიზრდება რაღაც სულში რა თქმა უნდა არსებობს იმიტომ რომ ისტორია ყოველთვის გეუბნება რომ ნებისმიერი ძალადობა დემოკრატიის დაცვის ეგიდით იწყებოდა ხოლმე ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები რომელსაც ხელისუფლება დაუშვათ ვერაჩუმებდა მე მაგ შემთხვევაში ყავდა ძალიან ბევრი მომხრე რომელიც იმ ადამიანების მიმართ ისე იყო განწყობილი რომ ეთანხმებოდა იმას რომ რაღაცა თეთრი ხელთათმარები და რაფერი არ გამოდის და ოღონდ ესეთი გააჩუმედა კი ბატონო მაგრამ ამ პროცესს ჯერ ახლა აქამდე არ ვართ მისული მაგრამ ისტორია ამ პროცესს ისრობს ისე რომ ამის განხორციელება ძალიან ბევრი ადამიანი ჭირდება ის ადამიანი მე შენ ჩამფიქრებას რაც გა გულში და გონებაში შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს და მე შენ თუ მას მიანიჭებ უფლებამოსილებას მე ვეღარ სჯი და აქედან იწყება ყველაფერი ახლა ეს ამბავი არსებობს მაგრამ
ეხა ამის გაპროტესტება რო დავიწყო, რისი არ არის პრობლემა არა მაქვს, მე გამოვალ და ხვალ გავაპროტესტებ, იმას რაც არ მომეწონება, ჯერ დაველოდოთ როგორ აიწერება და აიქნება, მაგრამ ისიც საინტერესო რატომ მივედით ამ კანონების გამკაცრებამდე. ხო, მაგამდე იმიტომ მივედით ზუსტად, რომ ამ ქვეყანაში ეხა ეს შუა ხო გაიკრიფა და გაკრეფის გარდა საერთოდ გადაიწვა, მეგონი რომ არაფერი ამოვიდეს ამ შუაში და ამიტომ ქართულ ოცნებას რაღაცა რეალური ოპონენტი თუ არ გაუჩნდა და მარტო ამათ ხარჯზე დარჩა ყველაფერი. მე ძალიან დიდი ხნის წინ ვთქვი რომ თუ ალტერნატივა იქნა ომსა და ავტორიტარიზმს შორის ხალხი ავტორიტარიზმს არიჭერს, იმიტომ რომ მეორე მხარეს მარტო ომი იქნება. და საქმე იმაშია რომ დომლის შიშიც აქვს მოსახლეობას და იყო ეს შოში ამ დროს ეხა იქეთ ამ ხარეს მე ვხედავ ხალხს რომელსაც გულწრფელად ჯერა, აი ძალიან ისე უსმენ ხოლმე რა ოპოზიციურ არხებს, იმიტომ რომ აინტერესებს მათი აზრი და ნუ ერთი შეცდომა რაც ხდება, ეხლა იქ შეკრებილი ადამიანების გარდა არსებობს კიდე სხვა. ხელისუფლება ვერ ხედავს შემეთ კარგად მაგათ, ვინც არის აბსოლუტურად სხვა. ანუ ჩავთვალოთ ალბათ ის ადამიანები, ვინც ხმამისა ოპოზიციას, ხო, და შეიძლება იქ არ არის, მაგრამ ამ ადამიანთა უმრავლესობისათვის ეხლა მე როგორც ვხვდები საკითხი დგას ნამდვილად ასე რუსეთი ჯობია თუ ევროპა ჯობია როცა ესენი გამოდიან ესენი გვიხსნიან ნაუშვად აქეთ ამ მხარეს და ფიქრობ რომ ჩვენ არ გვესმის ევროპული სიკეთები მათ უკეთესად ესმით და ამიტომ ესე იგი ვერ წარმოუდგენიათ ეხლა როგორ ფიქრობ შენ ეხლა რუსეთთან მარტო დარჩენა გვინდა არ გვინდა ევროპის სიკეთეები არ გესმის როგორ არის მესმის მაგრამ მე სულ ლაპარაკობდი ბალანსზე რუსეთისაგან მოსავლნე საფრთხესა და შესაძლო დახმარებას შორის და ამ ბალანსის არანსებობამ თავისთავად მე იზოლებული გამხდა მხარი დამეჭირა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ჩვენზე მეტად ითვალისწინებდა ამას. ეგ იმას კი არნიშნავს, რომ ავტომატებული ვიყავი და ფრთიან ანგელოზებად მიმაჩნდა ეგენი ყველა, მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ამ წუთას. დემოკრატიის ხარისხი როგორ არის? ბოლოს ხო ამბობდა, რომ იმუშავა მათმა აი ამ იმუშავა, იმიტომ რომ რეალური იყო. ესენი იძახიან, რომ ამან გამოიყენა ხელისუფლების შესარჩუნებლად. რა თქმა უნდა, გამოიყენა, ვინ არ გამოიყენებდა ახლა ამას, მაგრამ ამას გამოგონილი კი არ გამოიყენა. ნიშნავს ახლა გამოგონილი არ გამოუყენებია. არ გამოუყენებია გამოგონილი რეალობა. გამოიყენა რეალური არსებული გამოიყენა და ეხლა ის რაღაცა კადრები რო შეიქმნა, შეიძლება არ იყოს სასიამოვნო სანახავი, მაგრამ რადგან ვერ გაგაგებინა, მე ესეც სწორი იყო. იმიტომ რომ მაგ კადრები სულ არ უნდა დაგჭირვებოდა, ისე უნდა მივხვდარიყავი და ეხლა ტიპი რომელიც დღესაც ფიქრობს რომ უკრაინამ გაიმარჯვა იმას ეხლა შენ როგორ აუხსნი ამ კანონზე, რომ ფარას კანონშიც არის და ეხლა მაგ არგუმენტს გაითვალისწინებს ის ადამიანი, ვინც დღესაც ფიქრობს რომ უკრაინა იმარჯვებს. არის დღესაც ფიქრობს რომ უკრაინა ხალხი არის და იმიტომ რომ მაგათ რიტორიკას რო უყურებ, ბევრი მათგანი არის, რომელიც აი ცდილობს ან მე გულისხმობ არ შემცირდა ეს. არა, ალბათ შემცირდა, მაგრამ მე მაგ ეხლა როგორ რაღაცა არის, ბრძოლა ბოლომდე. ეხლა ნუ აქ როგორ არის, იცი ლაპარაკი, რუსეთთან ხო არ დავრჩებით. არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რა თქმა უნდა, რუსეთთან დარჩენა თუ არ გინდა, ეგ მოცემულობა გადის ზღვრულ შესაძლებლობებზე. ანუ მაშინ ბრძოლისთვის უნდა იყოს მზად. მაგრამ აქაც კიდე მეორე ამბავი არის, ახლა ვიოლა ფონ კრამოვიჩის თავგანწირვა შეიძლება ყველას არ უნდოდეს რა. ეგ და თავგანწირვა იყოს ჯობს სიცოცხლესა, ნაძრახსა და რაღაცები ისმის იკაცო. ეხლა ეს რა შუაშია ამ სიტუაციასთან? ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვიწურავს. ის შესაძლებლობა, თუმცა ეს ხელისუფლების ბრალიც არის. გაარკვიე რა ამ რუსეთთან ბოლოს და ბოლოს ეხლა ჯერ კიდევ ნაციონალ მოძრაობის დროინდელი მონაყოლით საუბრობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს პუტინის შესაძლო პოზიცია მესამე ქვეყანაში, სადმე ჩადი და გაარკვიე რა, რასთანა ყველა ერთმანეთს ელაპარაკება, ისრაელი და ჰამასი ელაპარაკება, ერთმანეთს და თქვენი დალაპარაკება რა გახდება? რუსეთთან რა თქმა უნდა, გაზო. გონიათ ამას აქ ქვეყანაში რა მოყვება? რა მნიშვნელობა აქვს? კატეგორიულად ეწინა მithumetes იმ ხარის და ამაზე მეტი რაღა უნდა მოყოს, ისედაც მოყოლილი აქვს, რაც მოსაყოლი იყო, მაგრამ შენ მომხრეებს გააგებიე ნორმალურად. ნუ ანუ შენ რა ალტერნატივები გაქვს, რაზე შეიძლება ივაჭრო რუსეთთან, ხო უნდა იცოდე ეს ბოლოს და ბოლოს. ამას არ ვიცი ხა წარმოვიდგინე უბრალოდ რუსეთში ჩავიდეს ხელისუფლება და აღადგინოს. ანუ დავჭერ დიპლომატიური ურთიერთობა. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რუსეთისათვის საფრთხის თემას, ეხლა ეგ ძალიან ბევრია დამოკიდებული ტრამპი რასიზმს და ასე შემდეგ. კი, მე მგონი მაგის მოლოდინი უფრო არის. ეს სანამ მოხდებოდა, მანამდეც კი აუცილებელი იყო იმიცოდ და სად გადიოდა ზღვარი ჩვენსა და რუსეთს შორის. თუ უსაფრთხოების კომპონენტს ამოვიღებდით ჩვენ მათთვის, მაშინ რა შეგვეძლო გამოგვევაჭრა ჩვენ აქედან. თუ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გვინდა, ეხლა ჩვენ ჯერჯერობით რა გვეტყობა დემოკრატიული განვითარების საზოგადოების ზუსტად იმ თვისების გამო რადგან ეხლა მე თქვენ გესაუბრეთ, იმიტომ რომ დემოკრატია მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინ მეტია და ვინ ნაკლებია. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მანდ გადამწყვეტი არის
განათლებული და განვითარებული მოქალაქე, იმიტომ რომ მოქალაქეს არჩევანის უფლება რო აქვს, პასუხისმგებლობა არ აქვს, არანაირი მისი არჩევანი როგორ იქნება. ანუ მოქალაქეს აქვს უფლება გააკეთოს აბსოლუტურად არაკომპეტენტური და უარგისი არჩევანი. დემოკრატია მაგის საშუალებასაც იძლევა და მაგის საფრთხე მაგაშია ზუსტად. იმიტომ აკეთებ ამას, რომ შენ რადგან თუ არ გინდა რომ ერთი ადამიანი ჭკუაზე იარო, ამიტომ ამბობ რომ მოდი ახლა ვინც მეტი ვართ. იმის ჭკუაზე ვიაროთ, მაგრამ თუმცა ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ვინც მეტი ვართ, იმას შეიძლება სულელური გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ იმიტომ რომ ჩვენ ის მოდელი არ მოგწონს, ჩვენ თავზე ვიღებთ ამას. ანუ შენი ტოლერანტობა იმ თავითვე განსაზღვრული უნდა იყოს იმათ მიმართ, ვინც შეთვის საერთოდ მიუღებელი ჩანს. ამის არაფერი ნიშანწყალი არ ეთყობა ამოსახლეობას ჯერჯერობით და მთელი პრობლემა მაგაში მდგომარეობს. ხელისუფლებას ეთყობა? ხელისუფლებას რანაირად დაეთყობოდა, იმიტომ რომ ჩვენ რა ცხოვრება გავიარეთ, დაინახეთ, არა 2012 წლის შემდეგ არის საბოტაჟი და ყოველ შემთხვევაში მე ვერასოდეს ვერ დავინახე აქ ის რეალობა, როდესაც შეიძლება და ოპონირება გაეკეთებინა ხელისუფლებასთან ისეთ პოლიტიკურ ძალას ვიმეორებ, რომელიც გეოპოლიტიკურ ილუზიებში არ იქნებოდა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადანაშაულებს ხელისუფლებას, რომ მან შექმნა ეს ნიადაგი, რომ არ არის ნორმალური. მე არ ვიცი, შეიძლება ოპოზიცია, რომელსაც შეიძლება დაელაპარაკო, რომელსაც შეიძლება ოპონირება გაგიწიოს არსებით პრობლემებზე. ისი რაშია საქმე? და მან შექმნაო ეს. ეხლა მე მაგას ადვოკატად ვერ დაუდგები, რომ გინდა თუ არ შექმნა, მაგრამ ესენი რო იყვნენ ისეთები, რომელიც მაგის შექმნის დაუშვათ ხიბლს რო არ გამოგაცლიდა ხელიდან, რა თქმა უნდა იქნებოდა. მაგრამ მეორე თემა ის არის, რომ რადგან შიგნით რესურსი არ არსებობს, ყველა გარბოდა ეგრევე გარეთ. აი ოპოზიციონერები ჩვენთან როგორ იწყებოდნენ, შევიდოდნენ კონფრონტაციაში ხელისუფლებასთან, ჩვენი ოპოზიციონერები ვინ არიან? სხვადასხვა დროს ბატონ ბიძინაზე და სხვადასხვა დროს ბატონ მიშაზე გაბრაზებული ადამიანები. დროშია განსხვავება, ვინ როდის გაბრაზდა და რაზე. მე ოპოზიციონერები სამი თვე იკარგებიან, მიდიან ან შტატებში ან დაუშვათ ევროკავშირში, მე ჩამოდიან, მე რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციაში ეს იყო ნამდვილად, იწყებენ მუშაობას, სადაც იქ რაღაცა კონკრეტული საქმეების აკეთებლად ღებულობენ ხელფას, რომ სიცოცხლის ურევნება ქონდეთ, პარალელურად იწყება მოძრაობა და დანარჩენ ფინანსებზე ახლა არ ვილაპარაკ. ეს ნამდვილად იყო ესე და ახლა ხელისუფლებას ალბათ მაგრამ შიში ყოველთვის ქონდა, იმიტომ გარედან ეს ზეწოლა იყო. თორე ახლა შენ თუ გინდა რომ შეიქმნას ესეთი ორგანიზაცია, რომელიც სატელიტი არ იქნება, შენ უბრალოდ უნდა დაუშვა და ბიზნესმენებს უნდა უთხრას, რა ბიზნესმენებო, თავისუფალი ბიზნესმენები რო ხართ, თუ მოგეწონებათ რაღაც ინიციატივები დააფინანსეთ რა, მაგრამ ამაში საფრთხეს არ უნდა ხედავდე შენთვის. სანამ შენთვის ხელისუფლების დათმობა ეგზისტენციალური საფრთხეა, შენ როგორ დათმობ ხელისუფლებას? ჩვენთან ეგ სიტუაციაა. და სანამ ესენი არიან, ამისთვის ეგზისტენციალური საფრთხე იქნება. შენ შეიძლება მე არ მოგეწონოს ამათი ძალიან ბევრი რამე, მაგრამ იმის გამო რომ მართლა ეგზისტენციალურია და ამ დროს ესენი ნელ-ნელა ავტორიტარიზმისგან თუ წავლენ, აქედან გამომდინარე, ამათ ხარეს მაინც ვერ დადგები, იმიტომ რომ ესენი უკვე ჩამოყალიბებულ დიქტატურას რომ მოვიდნენ დაწუნებული. ჩიხია, მოდით ესე ჩიხია და არაფერი არ შეიცვალა. მე მახსოვს ეცეკა პარლამენტიდან რომ წამოვედი, ხო, რაღაცა პირველი საჯარო სივრცეში გამოსვლის საშუალება მახსოვს გიამომცა გაჩეჩილაჯე მოცნობა და რო ვისაუბრეთ მახსოვს ჩვენ მაშინდაც ამ დასკვნამდე მივედით რომ ორივე გზა ადრე თუ გვიან ავტორიტარიზმისაკენ მიდის თქო მაშინ თქვით იმიტომ რომ თუ რაღაც მომენტში მაშინ ომი არც იყო დაწყებული და ეს დამატებითი ფაქტორები არც არსებობდა მაგრამ ოცნება ახლა როდემდე იქნებოდა ოღონდ ამას დავამატეთ რომ თუ ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი ვერ მიხვდებოდა იმას, რომ ესენი თვითონ გაენეიტრალებინა, მაშინ ორივე გზა იყო ავტორიტარიზმისაკენ. იმიტომ რაღაც მომენტში ქართული ოცნება ჩამოვიდოდა 50-ს ქვემოთ, სანამ ესენი არსებობენ, მათთვის ხელისუფლების დათმობა უკვე გახდებოდა ეგზისტენციალური საფრთხე, ამიტომ ისინი ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ, ხელისუფლებას ვეღარ დათმობდნენ, ეგ ავტომატურად ავტორიტარიზმი იყო. მაგრამ ნაციონალური მოძრაობა აწყობდა ხელისუფლებას, იმიტომ რომ სულ ყოფილიყო მაგრამ სანამ ზემოთ იყო, მაგრამ ქვემოთ თუ ჩამოწდება, ეს ეგზისტენციალურ საფრთხე თუ იქცევა, მე ვეღარ დათმობს ხელისუფლებას და მაგ პროცესს უყურებთ ახლა. მაგრამ ამ შემთხვევაში იქეთ რომ გამოხვიდე, იქეთ გარანტირებულად დიქტატურა გაქვს. ხო და ამიტომ ძევლად არის აყვანილი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ახლა თუ მართლა რეალურად მესამე ძალა არ შეიქმნა ესეთი, რომელიც ქართული ოცნების ტერი და შურისმაძიებელი კი არ იქნება, ნელ-ნელა რაღაცნაირად შეძლებს, რომ მისი ძალაუფლება შეზღუდოს, მაგრამ მაგას მთელი რიგი გარანტიები ჭირდება. ეს როგორ უნდა მოხდეს? ან ამის რაიმე ტიპის ნიადაგი არსებობს? როგორ არ არსებობს? ახლა მაგას მთელი ახლა ამ წუთას ვერ მოვასწრებ მაგაზე საუბარს, თორემ მაგის მექანიზმები არსებობს. დატესტილა მსოფლიოში, როდესაც ასეთ გამოვიდა მდგომარეობაში არის სიტუაცია და ჩიხში არის, ეხლა მან ძალიან დიდი მნიშვნელობა ერიდება გარანტიებს და გარდამავალ პერიოდს, რომელიც თუ არ მოხდება, ეხლა ყოველ შემთხვევაში ორივე გზა ეგ არის. იმიტომ რომ ეხლა
ამ შემთხვევაში იქეთ ამხარე მე გულისხმობ ოპოზიციას, ხო, ეს ფორმულას გავიმეორებ რა, დემოკრატიის ხარისხზე ვერ შეყვები შენ მსჯელობაში იმ ხალხს, რომლებიც გეოპოლიტიკურ ილუზიებში არიან. ეხლა ის ხალხი, რომელიც ეხლა ამბობს, რომ გამოგონილი იყო რუსეთის საფრთხე და ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ რაღაცანაირად ეს ეხლა ტრამპის თემამდე ჩვენ ხარ ფაქტობრივად ლაპარაკობ ტრამპამდე ანალიზს ვაკეთებთ. ხო და ამიტომ გეკითხებოდით, გკითხეთ კიდეც, მე მგონი ტრამპის მერე რა ცვლილებებიც მოხდა, ამისი გააზრებაც რთულია დღეს? იცი რა, იმ ხალხისთვის ეხლა საკუთარ მსოფლმხედველობაზე უარის დავუშვათ ოცნებას არ უჯერებდი და ამბობენ კიდეც რომ ესენი უფრო გასასტიკდებიან ეხლა დემოკრატიისადმი მათი ერთგულების თემაში, იმიტომ რომ ეხლა საკუთარ თავს რო უთხრა რომ მე არასწორად უყურებდი მსოფლიოს, ეს ძალიან რთული შესაძლებლობაა. ეხლა ეგ ამბავი რომც მოხდეს, ეხლა მაგას ხო იდეოლოგიური ბაზისია ყოველთვის ეხლა რატომ გახდა იცით რა, ერთი ბრიტანული დაზვერვის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო ახლა მისი სიტყვები სულ მახსოვს. ის ამბობდა რომ ჩვენი ზეგავლენის პროცესი რო დასრულდეს რომელიმე ქვეყანაზე რა, მაგათ რო აქვს გამოცდილება Mi6, ეგეთი უნდა. ესო დასრულებულად ჩაითვალოს, ეს მოხდება მაშინ, როცა იქაური მოსახლეობის უმრავლესობა მზად იქნება თავი გასწირონ ჩვენი იდეებისათვისო. და ეს იდეები, რომლისთვისაც შენმა მოსახლეობამ, სხვის მოსახლეობამ თავი უნდა გასწიროს, ახლა ეს ღირებული იდეები რომ არ იყოს, ისე არავინ არ გასწიროს. ეგ სხვა რაღაცაა, მაგრამ ამ იდეებს ახლა თუ ყველა არ იზიარებს, მე იხლიჩება საზოგადოება გესმის და ამ გახლეჩილ საზოგადოებაში უკვე აქ ბალანსის თემა დგება და მოკლედ ეს პროცესია აქ დაწყებული და ის ხალხი ვინც იქეთ მხარეს გადავიდა, იმიტომ რომ მოეწონა ეგ იდეები და აღარ შეყვა დაუშვათ იმ კრიტიკას, რასაც ხავიერ მილეი, იმიტომ ვახსენე რომ ხავიერ მილეის თვალით სანამ არ დაინახავს შენივე დასავლეთს, მანამდე მაინც იქეთ მხარეს იქნები, მაინც გენდომება რომ ეხლა თან ბევრ ადამიანს აქვს, ეხლა შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ საერთოდ შინაგანი დაუშვათ პრობლემები და შინაგანი ქაოსი ადამიანებმა ხშირად რომ დაძლიონ, მათთვის აუცილებელია რაღაც იდეა, რომლისკენაც ისინი მიისწრაფიან და როგორც წესი ფსიქოლოგები ამბობენ, რომ აი მტრის ხატის იდეა ყველაზე მარტივი და კარგი იდეაა, როდესაც შენ უკვე იტყვი, რომ აი მე მივხვდი ჩემი ცხოვრების აზრი არის, მე თუ ამას დავამარცხებ, ეს შინაგანი ქაოსი მთავრდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და არ ვამბობ, რომ იქ ყოფილი ხალხი ყველა რაღაცა ამ დღეშია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, მაგრამ ხელისუფლებამ იცი კიდე რა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეხლა ესენი ჩემი აზრით, რასაც ვერ ხედავენ, არის ის ხალხი, ვინც იქ არ არის, მაგრამ გარეთ არის. რომელიც არის აი ამ იდეოლოგიური, მსოფლმხედველობრივი ზეგავლენის ქვეშ და ეს მსოფლმხედველობრივი ღირებულებები არ არის ეხლა უბრალო ღირებულებები, ეს იცნობილი ადამიანის ფრაზა ტყუილად არ მოვიყვანა, ეს ღირებული იდეებია და მაგას თვითკრიტიკას ეხლა სანამ დაკავდებიან, ეგენი დრო გავა, ამიტომ ეს მოსაფიქრებელია და მან შორის არის განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში შენ თვითონ ეუბნებოდი, რომ ეს არის უალტერნატივო მოცემულობა. შენ თვითონ ეუბნებოდი უალტერნატივო მოცემულობაო და ამ დროს ვერ უხდნენო. ხო, იმიტომ რომ ხო და ესეთი მაგას მნიშვნელობა არა აქვს, კაცო, ძალიან ბევრი თემაა და ბევრი ადამიანი იყო, რომელიც თავის დროზე მეც ვამბობდი, სხვაებიც ამბობდნენ, ეხლა მაგის შეჯიბრს აზრი არ აქვს, ეხლა ვინო ადრე რას ამბობდა. ფაქტია, რომ ქვეყანა იყო ამ აზრზე, ეხლა უმრავლესობა. ბევრი ადამიანი იყო ამ აზრზე და წიგნები და რა ვიცი, რა არ იწერებოდა, რომ დასავლეთში შიგნით მიმდინარეობს ესეთი პროცესები, რომლითაც ასეთი სრულფასოვანი აღფრთოვანება არ არის რეალური ხედვა დასავლეთის და მოდი გავარჩიოთ რა იქ რა არის მისაღები, რა არის არამისაღები, ჩვენს გენეტიკურ კოდთან შესაბამისობაში რა არის და რა არის, მაგრამ ამ თემაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ ამ ფაზაში გადაეყვანა განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ძალიან დიდი კრიტიკა მოდიოდა და ახალგაზრდებთან ალბათ უფრო მეტად გაჭირდა ამაზე ლაპარაკი. იცი რა არის, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამ ქვეყანაში, ვისთვისაც ყურადღება რომ მიექციათ, ძალიან კომპეტენტურადაც იყვნენ შესულები ამ თემაში. ეხლა მე არ ვლაპარაკობ მარტო ქართველებზე, ეხლა იმდენი ლიტერატურა არსებობდა დასავლეთში და ისეთი საჯარო ინტელექტუალები, კომპეტენტურები, რაღაცა წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორები, ეხლა ვიღაცების ლაპარაკი არის 10 წელია მაგაზე მიანიშნებენ, რომ დასავლეთს აქვს შიგნიდან პრობლემები ლიბერალიზმმა თვით ლიკვიდაციის ძალიან ბევრი მექანიზმი ჩართო და ახლა ეს აქ-იქ ყველას გვესმოდა, მაგრამ ეს არ გამხდა რა, ხელისუფალი რო ხარ შენ, ახლა ყოველ შემთხვევაში ხელისუფალი რო ხარ შენ, ახლა მე ჩემ თავს მაგას უთვლი
გარკვეულ ნაკლად, თუმცა ახლა ვინც მე მიწოს არ დამიკლია მაგაზე საუბარი, თუ სადმე მიკროფონი და კამერა ვნახე, ყველგან ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე ვილაპარაკოთ, თქო, მაგას ვლაპარაკობდი, იმიტომ რომ მესმოდა რომ ეს ისეთი დიდი ქვეყანაა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თავის ინტერესების მუდმივად განვითარებისათვის, ეს ბაინაბის კრინობით ფორმაში კი არ უნდა თქვა. ეს ასია, ესენი ასეთები იყვნენ და ასეთები დარჩებიან ეხლაც, შეიძლება რაღაცები შეცვალონ თავისი რესურსებით და შესაძლებლობებით გამომდინარე. ეხლა, როდესაც უკვე USAID-თან დაკავშირებით რა მოვლენებიც მიმდინარეობს, რომ ჩვენ არ მოგწონს ისინი როგორ იქცეოდნენ სხვა ქვეყნებში, ხო, ეს განცხადებები ხომ კეთდება, იგივე საელჩოები, რომლებიც არაკეთ და იმ ქვეყნების მთავრობები იყვნენ განაწყენებულებიო USAID-ის იქ მუშაობით, ხო, ეს ხო პირდაპირ ითქვა, რუბიომ თქვა, თუ არ ვცდები კი. და ეხა როგორ წარმოგიდგენიათ, ანუ რა პოლიტიკის გატარება იქნება მათი მხრიდან სხვა ქვეყნებში? რაშია იცით საქმე? ეს ანგლოსაქსონური კულტურა ძალიან დიდი კულტურაა რა და ეხა ბრიტანეთი მეტყველად არ ვახსენე, თუმცა ეხა ტრამპის თემა კიდე სხვა არის. იქ რაღაცა ის ფილოსოფოსები, რომლებიც მათ შვეს და მათ წიაღში წარმოიშვნენ. უბრალოდ რაღაც წიგნები, თავზე შემოდებული წიგნები კი არ არის. იქ პოლიტიკოსები ამ ყველაფერს კითხულობენ და ყოველ შემთხვევაში მათი ცოდნა გაცილებით დიდია და ეს დასკვნები არის რაღაც მასშტაბური ფართო დასკვნები, რომელიც კეთდება. ეხლა დიდი დასკვნა რაც გაკეთდა დასავლეთში, აი 400 წლიანი მმართველობასთან დაკავშირებით და მე ბოლოს რაც მოხდა. არის დასკვნა ასეთი, რომ ჩვენ მივიღეთ სოფლიო, სადაც უფლებების დომინანტობა იყო მოვალეობებზე და ეს ბალანსი უნდა შეიცვალოს. ეგ არის მთავარი დასკვნა. ეს იმიტომ რომ იმ თავითვე ჩადებული ეგ იყო, რომ უფლებებსა და მოვალეობებს შორის ბალანსი თუ დაირღვეოდა, ესე იგი რაღაცა ძალიან დიდი ბალანსი დაირღვეოდა და ლიბერალურმა მოდელმა იმდენად დომინანტური გახადა უფლებები და ეს კანონი ხალხ ჟურნალისტებთან დაკავშირებით ყველაფერი ამის შვილობილია შემდეგ, იმიტომ რომ აქცენტი გაკეთდა იმაზე რომ ვაქსაუბერე ბრიტანულ მოდელზე, სხვათა შორის მედიას რაც ეხება, ესეც კიდე გასარჩევი თემა არ არის მოდელი. ახლა მე იმ შეკითხვაზე რასაც თქვენ მეუბნებით ტრამპი რას იზამს, ტრამპი იმიტომ ცვლის რომ თავარი მიდგომა შეიცვალა, ახლა კულტურულ ცივილიზაციური რომ უნდა გახდეს. და დომინანტობა და თუ ძალთა ბალანსი უნდა დადგეს ამ ქვეყანაში, რომელსაც საბოლოო ჯამში ამერიკა მასში შინაბარი ბუნება ესეთი ამე დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთთან პრობლემების მოგვარების შემდეგ მას მაინც ექნება ჩაფიქრებული სოფლიო ლიდერობა და დომინანტობა, მაგრამ არა დღეს. და ამ მიმდინარე ეტაპზე თუ ძალთა ბალანსის თეორია, ეგრეთ წოდებული ნეორეალიზმი უნდა შემოვიდეს და შემოვსულია უკვე ნეორეალიზმი მიუხედავად იმისა, რამდენ ადამიანს ესმის და არ ესმის ეს და ამ ნეორეალიზმის სიტუაციაში ახლა რუსეთს რა როლი მიენიჭება და სანამდე მიეცემა მას საშუალება რომ გახდეს დომინანტი თავის რეგიონში ან სად გავა ის საზღვარი სადაც დაუშვათ მისი და ამერიკის ინტერესები გადაიკვეთება რაზე შეთანხმდებიან ისინი ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ფუნქცია რაში იქნება სწორად ვიბრძვით ჩვენ იმ ფუნქციისათვის რომ ორივესთვის და სამივესთვის და ყველასთვის გადაკვეთის წერტილად იქნებ ვიქცეთ მაგრამ როგორც ხშირად მithქვამს, ამას ჭირდება შიგნით ცოტა სხვანაირი საზოგადოება. ჩვენ თუ ასე გახლეჩილი ვიქნებით. ან ხელისუფლება ახდენს სწორად ლავირებას ამას ამბობს და მას მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერები ყავს ამ საქმეში. ანუ ფიქრობთ რომ მთლიანად უნდა ყავდეს ის მეორე მხარეც ვერ იზამს, იმიტომ რომ 10 წლის განმავლობაში თვითონ ვაფუჭებდი ჩვენ ყველანი ამ გარემოს ისეთნაირად რომ ჩვენ არ დავტოვეთ. ეხლა დასავლეთი იმდენად უალტერნატივო მივიჩნიეთ მაშინაც კი როცა შიგნითაც უკვე დაწყებული იყო სერიოზული ეჭვები. მე იდეოლოგიური ნაწილი მაქვს ხედულობაში და ალტერნატივა რა არის? ყველასთან ესე საუბარი და არა მხოლოდ დასავლეთი, ამას ყველა არც არის სასაუბრო, სულ 2 და 3-ზე არის. ეხლა ჩვენ ჩინეთი, რუსეთი და დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთთან როგორც დაალაგდებიან, ამაზე ძალიან იქნება დამოკიდებული ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა. ეხლა ეს არაერთხელ მსმენია რომ ამას ელოდება ყველა. დიდი ფილოსოფია და პოლიტოლოგობა არ უნდა მას. ეხლა ჩვენ გასაგებია რომ ამ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩვენ აქამდე ვიყავით იმ ფილოსოფიაში, როდესაც ერთი ამერიკა იყო ყველაფრის დომინანტი და ჩვენ გვეგონა რომ აი ამერიკის განვითარება და მუდმივი გაფართოვება ესე იგი მისი აი დაუშვათ დასავლეთიდან აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი, რომელიც მიდიოდა, რა ჩვენც ამის ნაწილი გვინდოდა რომ გამختارიყავი და შესაბამისად მისი იდეოლოგია გვინდოდა რომ ყოფილიყო დომინანტური იდეოლოგია აქ და იქ შიდა კრიტიკებს მე აღარ აქცევდა ხელისუფლება ყურადღებას, იმიტომ რომ ეს პროცესი ორჯერ მოხდა 99-ში მოხდა 2004-ში მოხდა და უბრალოდ განსაკუთრებულობა მხოლოდ იმაში იყო რომ 21 წელს რუსეთმა თქვა ისეთი რამე რაც კი არ თქვა დაიწყო ის, სადაც ადრე ვერ აკეთებდა. ადრე იძახოდა გამოთქვამდა, შეშფოთდებოდა, იმუქრებოდა, ყველაფერს აკეთებდა. 21-ში უბრალოდ თქვა რომ მე უკვე მზათა ვარ, იმისათვის რომ ეს შევაჭერო აქ და შევაჭერო საათ პირველ რიგში უკრაინაში და საქართველოში და ამ შემთხვევაში ახლა შენ თავისთავად იძულებული იყავი, რომ ის შენი კონცეფცია იმასთან დაკავშირებით, რომ
მე ასე ცალსახად იმ პროცესის ნაწილი შეიძლება ვეღარ ვიყო შესაბამისი დახმარების გარეშე. ეგ იყო თავად ეს გადადახმარება რომ შესაბამისი არ იყო. ამ დროს დასავლეთი ისევ იყო პოზიციაზე, არაფერი არ შეიძლება ჩვენ ისევ გავაგზავნოთ ამ ყველაფერს. ტრამპამდე ხო ასე მოხდებოდა და შენ არასამთავრობოები, იმიტომ გაგიხდა აქ პრობლემა, რომ შიგნით ყავდა ხალხი, რომელიც იმ დასავლეთივით იძახოდა, რომ არაფერი არ შეცვლა, ჩვენ ყოველდღე გავაგზავნოთ ყველაფერი ისე, როგორც ადრე იყო და ამ დროს შენ ხედავდი, რომ ისე ყველაფერი ვერ გრძელდება. შენ გინდოდა მანევრირება, მაგრამ შიგნით ყავდა ხალხი, რომელიც იძახოდა ზუსტად იგივეს, რასაც ევროპა, რომელსაც უფლება არ ქონდა მიცემული, იმისაც რომ ასე თქვა, რომ ჩვენ რამე შევცვლით. აკრძალული იყო საუბარი რუსეთის ინტერესების რაიმე სახით გათვალისწინებაზე. ესენიც ასე იქცეოდნენ, მაგრამ მთელი რიგი მერე ძალადობრივი თუ რომ მოგეწონება თუ არ მოგეწონება ესეთი ქმედებები ამათ მიმართ ხელისუფლების შეიძლება არჩევა არ მოგწონს, მაგრამ შენთვის თავი არის ის დიდი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ესენი შენი აზრით ყოველ შემთხვევაში სწორად არ იქცევიან. ამიტომ ეს ძალიან რთული არჩევანია, რომ შენ ახლა ამათ მიმართ შეიძლება არ მოგწონს როგორ იქცევიან. არავის არ მოეწონა იმ ჟურნალისტების ანუ შიდა გადაწყვეტილებები არ იყოს მისაღები, მაგრამ საგარეო ფაქტორები არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი კი არა, უფრო დიდი მნიშვნელობისა ყოველთვის ჩემთვის ასე ახლა მე ხომ მაქვს უფლება იმის მიხედვით გადავწყვიტე როგორც მე ვფიქრობ, კაცო, თუ ეგეთი ქვეყანა გვინდა, მე ვფიქრობ, რომ საგარეო ფაქტორი ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ძალიან გული მწყდება ახლა რემბოსავით რომ მოუგრიხა კრისერი ჟურნალისტს თუ რემბო მე მგონი დადებით პერსონაჟია ხო? ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში მისი ილეთით ხო? ეს ჟურნალისტი რომ ეს ახლა ეგ ადამიანს რომ დაუჯელად დატოვებ, ეხა ეგ მინუსში ჩაგეწერება თქო. გულისხმობთ იქ აქციაზე, რომ ჯერ არ არის გამოძიებული და არ ვიცით შედეგი. მინუსია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე იძულებული ვარ ავწონო ახლა ეს მინუსი და შენი ის მინუსი, რომელიც იძახი რომ იცი რა ზელენსკის პოლიტიკა გადასარევი იყო თავის ქვეყნისთვის, ახლა შევა გადასარევი არა, მაგრამ ისევ მიბიძგებ იმისკენ, რომ არა მე არ ვწდებოდი იმაში, რომ რუსეთისთან გინდა დარჩენა არ მინდა და ისევ იმას მიმტკიცებ ევროპა რა კარგია, ეგ 20 წლის წინ შენზე ვიტყვი. მაგრამ ძალიან კრიტიკულია შიდა პრობლემები თუ დარჩება გადაუჭრელი და დარჩება, იმიტომ რომ მე ხომ სოფხედველობრივი ადამიანები დარჩეს, იგივე ამ კანონებისგან რას ვიღებთ, ეხლა რაც თავში დავიწყეთ, ბევრი საკითხია. ვერძე გრჩება. ახლა ნახე კიდე როგორ რაღაცა თვითონ ქართული ოცნებაც არ არის ერთგვაროვანი. ანუ თვითონ ხარდამჭერებში და იმ ადამიანები ახლა რომლებიც უყურებენ ამ პრიზმაში, რომ ნახე თავი შეკითხვა იქით რა არის და ისი უფლება აქვთ იქეთ ამ ხარეს ყოს, ვისაც აი ევროპის გარეშე არ წარმოუდგენია და ისევ იმ პარადიგმაში ცხოვრობენ. ესენი გაკვირდებიან და გეუბნებიან, ახლა ეს ადამიანი ახლა მხოლოდ რუსეთის სიფრთხილის გამო იქცევა ასე თუ გული მიუწევს რუსეთისაგან როგორ გავარჩიო არა და არის ისეთიც რომელსაც თავის ქმედებაში თავის წარსულში ეტყობა რომ არასოდეს ყოფილა მაინდა-მაინც დიდი თავგადაკლული ევროპისათვის და მგონი ცუდათაც არ იგზნობს თავს რუსულ გარემოში ასეთებიც არიან ასეთაც ხედავენ ისინი თუმცა ისეთებიც არიან რომელიც ალბათ თვითონაც არ იქნებოდნენ ურიგოთ განწყობილები და მე ჩემთავს ასეთ ადამიანებს მივაკუთვნებდი რომელსაც მთელი ცხოვრება მაგ თემაში მუშაობდი მაგრამ ჩემთვის ეს ფაქტორი გახდა გასათვალისწინებელი ამიტომ ეს ჩემი მისწრაფება დავაკორექტირე იქიდან გამომდინარე ორი რამის გამო ერთი ის რომ როგორც გითხარ ეხა ვიოლა ფონ კრამოვიჩის თავგანწირვად არ მიმაჩნდა საჭირო იმიტომ რომ ხედავდი რომ იქ რევიზიაა საჭირო თავადღირებულებების და თანაც ამ ფაქტორის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანი იყო ესე იგი გამოდის რომ შენ ეძებ ისეთ ადამიანს რომელსაც ეხა ეს პროევროპულობა რაღაცა ფიქცია კი არა, უბრალოდ იცის რა უპირატესობა ქონდა ევროპულ სივრცეს დანარჩენ სივრცესთან დაკავშირებით და ეს უპირატესობა იყო ერთადერთი მათ ცადეს არჩევანის თავისუფლება ექციათ საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგების ფორმატ. უბრალოდ არ გამოვიდათ ეს, მაგრამ მათ ცადეს მარტო. სხვას არავის არ უცდია, ეს ევროპას არ უნდა დაუკარგო. თუმცა რა ჭიხშით შევიდეთ ეს მეორე თემა, მაგრამ ეგ იყო ერთადერთი სივრცე, რომელმაც ცადა რომ ადამიანის თავისუფლება ფულისა და ძალაუფლების გარეშე თუ არის მიღწევადი ეგ ამბავი ეცადა. იმიტომ თავისუფლება რა იყო? თავისუფლება იყო ან ვიღაცა გაგანთავისუფლებდა, ყოველთვის ფულთან და ძალაუფლებასთან იყო ადრე. თავისუფლება ასოცირებული. კანონის უზენაესობაც. ხო და ერთადერთი სივრცე ევროპა იყო, რომელმაც ცადა რომ იქნება ადამიანი განთავისუფლდეს ფულისა და ძალაუფლების გარეშე. სხვა არც ერთმა ცივილიზაციამ არ ცადა. ეგ არ უნდა დაუკარგო. ამიტომ ეს მომწონს და ყოველთვის მაინტერესებს, მაგრამ ეხლა ეს რუსეთის საფრთხეც, კაცო, 21 წელს რაღაცა სხვა მოხდა, მოიკრიბა ამან ეს ძალა. არ მომწონს ეხლა ემოციურად რომ მიფასებ ამ რუსეთს, ცუდია თუ კარგი, ეგ რაშუაშია, მე გეუბნები რომ ამის მუშტი უკვე სხვანაირი გახდა. ჩემი მუშტი იმას ვერ დავუპირისპირებ, შენ ხედავ რომ ვერ მიცავ, ამიტომ მე იძულებული ვარ მანევრირება გავაკეთო, მაგრამ ხელისუფლება ამასაც ვერ ყვებოდა ბოლომდე, იმიტომ რომ იმდენად
თვითონაც იცოდა რომ მისი ახალგაზრდების ნაწილი ის ადამიანები რომლებიც მას იმიტომ აძლევდნენ ხმას იმიტომ რომ მათაც ეს ევროპული მომავალი უნდათ ვერ ამბობდა ჩემი აზრით გულახდილად რომ მე დისტანცირება მომიწევს მაგრამ მე მაგალითად მაგათ ადგილას ავხსნიდი ამას და არ დავიწყებდი ამას მარტივი იქნებოდა ამის არ ვიცი მაგრამ იცი რა სიმართლე ყოველთვის ჯობია რაღაცა ბუროს ახლა ხო ჩემი ახლობლები მეუბნებოდნენ ხოლმე რა წერია შენ დროშაზეო ხო იცი ყველა რაღაცა დროშაზე რაღაცა პოზიცია გვიწერია ხო და ეხლა ამას წინათ რაღაცა ქართულ ფილმს უყურებდი ძველი 50 წლის წინადელი გია ფერაძე ეუბნება თავის პერსონაჟს რა უბრალოდ გია ფერაძეს პასუხობს თავისი პერსონაჟი ჭიხტიკოპიანი ქალბატონი და ნუ ჩავიჭირე რა კონტექსტ არ აქვს მნიშვნელობა ის ეუბნება რომ სასო წარკვეთილება მირჩევნია ცრუ იმედებსო აი რა წერია დროშაზე აი ეს უნდა გადავახვევეთ რა თქვი აი სასო წარკვეთილებაში ვართ მაგრამ ამ სასწრაფოთილებიდან შეიძლება გამოვიდე და ცრუ იმედები არ გვინდა გენიალური იყო ეს ფრაზა იყო გენიალური ეს რაღაცებს უხსნიდა რაღაც მაშინდელი რევოლუცია აქამდე იყო ცრუ იმედები და ეხლა ეს უხსნიდა ის პერსონაჟი უხსნიდა მაშინდელი რევოლუციურ რაღაც თემები იყო და მაშინ რასაც დაგიჟებდნენ ეთყობა იმას დაგიჟებდა ამ ქალბატონს და ამ ქალბატონმა მოკლედ მოუჭრა სასწრაფოთილება ასე სასწრაფოთილებაში უნდა იყოს სულ და სასწრაფოთილება მირჩევნია ცრუ იმედებსო და აი ეგ არის ეხლა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიცია ჩემი აზრით რა და მარტო 1.200.000-ზე არ არის ეხლა ის რასაც ესეთი გაყალბებას აბრალებენ ეხლა 300.000 მგონია რომ შეუძლებელი იყო გაყალბება ხა არ ვიცი რამდენი რატო ვასახელო ხა არ ვიცი ალბათ დაირუყა რაღაცები და ვიღაცა ჩაყარა გადმოყარა რაღაცები მოხდა მაგრამ არა მგონია რომ ეხლა ესენი ჩამოცდნენ 50-ს არ ვიცი თუმცა ეხლა ოპოზიციის ადგილას რო ვიყო შედი რა პარლამენტში და ეხლა ეს ადგილობრივი არჩევნები თუ შენ იმას მიაღწევ რომ რაღაცნაირად შევთანხმდეთ იმ მექანიზმებზე რომელშიც ყველას გვეცვენება რომ ეს არის მექანიზმი რომელიც არ ყალბდება ეგ ხო ეხლა ყველას გვაინტერესებს მეც მაინტერესებს თუ უმცირესობაში ვარ ეხლა მე აი ამ ჩემი ფიქრებით რა მე წავალ სახში და რაც მაქვს იარაღი დავიკავებ იმას ხალხში და დაველოდები რაც მოხდება მე არ მაქვს პრობლემა მაგრამ ხო ეგეც საკითხი და თემაა ადგილობრივი არჩევნებისთვის რამდენად მოებზადება ოპოზიცია და რამდენად აპირებს ამას ნუ ყოველ შემთხვევაში მანდატები გაუქმდა რეალურად ოპოზიციონერს თუ პარლამენტში ესენი რასაც ამბობენ რომ აი აქეთ მხარეს ჩვენ ვართ და იქეთ მხარეს მარტო ხელისუფლებაა ხო მაგას ამბობენ თუ ეგრეა მაშინ მოდი ადგილობრივ არჩევნებზე ახლა თუ შენ ამას დადებ ხო მაშინ გასაგები გახდება რომ თურმე ხელისუფლება მართლა რასაც ამბობდა თურმე ის არ ყოფილა რეალური ახლა მე რაც რეალურია იმას თავაზობ იმიტომ რომ ხელისუფლება დღეს ვერ დათმობს და არც უნდა დათმობს იმიტომ რომ ესენი სანამ არიან მათთვის ეგზისტენციალური საფრთხე ეგ აქეთ ხელისუფლება ხალხი ხით არის ცოტა საეჭვო ამბავია ხო იმიტომ რომ ასე ნამდვილად არ არის 200.000 ადამიანი ხმას რომ გაძლევს ახლა ამის თქმა აქეთ ხელისუფლება და 900.000 ხო არის კი ბატონო ხო და ამ 900.000 მე დავუმატე შენ ის ადამიანები რომლებიც შეიძლება სულ არ წასულან არჩევნებზე ან კიდე ნამდვილად ელოდებიან რაღაც ახალს ბევრი ადამიანი არჩევნებზე არ წავიდა იმიტომ რომ არავინ არ უნდოდა და არასოდეს არის გადავა ის ოპოზიციის მხარეს ისინი ძალიან კარგად ხედავენ ამ ნაწილში ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას სხვადასხვა ისინიც კარგად ხედავენ უბრალოდ დემოკრატიის ხარისხზე და შიდა პროცესებზე ნამდვილად სხვა მოთხოვნილები აქვს და სამართლიანაც აქვს პრეტენზიები იმიტომ რომ ახლა ძალიან ძნელია იმის თქვა რომ ახლა ამაზე იდეალური არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაუშვათ შიდა დემოკრატიული პროცესები როგორ არ შეიძლებოდა მაგრამ ვიმეორებ დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებაზე ფორმულა ეგ არის ეგა შეიძლება საუბარი მხოლოდ იმათთან ვინც გეოპოლიტიკურ ილუზიებში არ არიან ყველაზე მოგრძალებულ სიტყვას ვამბობ რა როცა ილუზიებს ველაპარაკობ მარტო იმიტომ რომ იქ არის ადამიანები რა თქმა უნდა რომლებიც ავალებაცაც არ სრულებენ პულსაც იღებენ და ამ შემდეგ მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც ეს ჩვენი ბრალია ასე წარმოუდგენიათ რომ არჩევანი არის უბრალოდ სად ჯობია აი ესე განი როცა ეს ჯერ არ იცლება რომელიც აი გესაუბრებიან დაუშვათ პენსიებზე ხელფასებზე რა კარგი ევროკავშირი თითქოს არჩევანი მარტო ეგ იყოს რომ შენ არ გესმის და მას ესმის როგორ ჯობია ევროკავშირი დანარჩენ სივრცეს აი ამ ილუზიაში ყოფნა ცოტა რა ვიცი გაუგებარია გვესმის გადასარევად გვესმის აი რა შეეხებათ ახლა ამ აქციის მონაწილეებს რომელთა მოთხოვნაც დღემდე არის არჩევნების ხელახალი არჩევნების ჩატარება ანუ ისევ ამ ლოგიკას მისდევენ და გათავისუფლება დაკავებულების და ისევ ევროკავშირის დროშები ამერიკის დროშების დაემატა ყოველდღე იმართება ეს აქციები ეს როდის შეიძლება ეს მინელდეს კი ვისაუბრეთ ახლა ამ რაღაცა გეოპოლიტიკურ ილუზიებში მყოფ ადამიანებზე მაგრამ
მაგრამ მაინც იმართება ეს აქციები, ეს ადამიანები ბევრი ცოტა გამოდის ქუჩაში, ხო? ხო, ეხლა იქ ორი ნაწილი არის, ეხლა ხელისუფლება სამწუხაროდ ვერ ხედავს იმ ნაწილს, ჩემი აზრით, რომლებიც იქ რო იგრებება იმის გარდა უკმაყოფილების, იმას ყოველ შემთხვევაში შეიძლება ხედავს, მაგრამ თulis რომ ასეთი ტაქტიკაა საჭირო, რომ არ შეიმჩნიონ, არ ვიცი, რატო თვლიან ასე, ასე თვლიან ესენი, რომ ასე უნდა მოიქცენ ჩემი აზრით გაცილებით დიდი ადამიანების რაოდენობა, რომელიც არ იზიანებენ მათ პოზიციას და მათთვის აი ეს არჩევანი რომ ევროპა გინდა თუ რუსეთი გინდა აქ დგას. 100 არიან. ჩემთვის ახლა წარმოუდგენელია ესე მე მოდის ვიხდი მართალ, მაგრამ პრიმიტიული მგონია ეს ასე დაყენება საკითხის, რომ ევროპა რომ ჯობია მეორე სივრცეს, ამას რომ მიხსნიმე, ეგ რაღაცა მაგაში არ არის საქმე. აკა ორი ავტობუსი არ დგას სადგურში და რომელი ბილეთი ავიღო, მაგის თემა კი არ არის, კაცო, რომ მე არ მესმის რომ ავტობუსი ჩაჯდომა ჯობია იმ ავტობუსში ჩაჯდომა. საკითხი სულ სხვა რამეა, რომ ეს ავტობუსი დანაღმულია, გეუბნებიან და მეც გეუბნები, რომ დანაღმულია. ანუ ამ ილუზიებიდან გამოსვლა უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ხალხი რაღაცას მიხვდება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა ქართული ოცნების დემოკრატიის ხარისხის ახლა ასახსოვანებელი შეიძლება არ არის, მაგრამ ვიმეორებ ამ თემაზე ვერ შევალთ ამ თემაში. სანამ ეს ილუზიები იქნება. იმიტომ რომ იქეთ ამ ხარეს გაცილებით დიდი მინუსია, ის ერთი დიდი მინუსი სულ ფარავს დანარჩენ მინუსებს, რა შეცდომებით ამათმა დაუშვეს ახლა. ფარავს ამ მინუსებს რა. და ამაში უბრალოდ საქმე და ყოველ შემთხვევაში სასოწარკვეთილება გვირჩევნია სრულიმედებს ამაშია საქმე. ძალიან რთულადაა საქმე და მაინც ამ კანონებთან დაკავშირებით მივდივართ დიქტატურისკენ ამ კანონების ეს გზა ახლა საზოგადოება უნდა გააჩეროს. წესით ახლა ამათ ჩაფიქრებული ჩემი აზრით ახლა არ აქვს ეს ლოკალური პრობლემების მოგვარების თემაა და კაცმა რო თქვას ესე იგი ესენი აიძულებენ მთელი ტაქტიკა ამათი არის რომ როგორმე ამათ გაუფორმონ დიქტატურა ეხო სტრატეგია ახლა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია რაც დამუშავებულია ახლა მე აღარ მინდა სამსახურები დავასახელო სადაც ზეპირად იციან ეგ რომ როგორ დაიდგა სცენარის რომ შენ გაგიფორმდეს დიქტატურა იმისათვის რომ მე შენივე მხარდამჭერმა გაქციოს ზურგი სტრატეგია ეგ არის ზუსტად რომ გაგიფორმდეს დიქტატურა, იმიტომ ეს ხო ის სოფლიოა, სადაც რაც ჩანს ის არის მთავარი. და ამ დღევანდელ მასმედიაში და ყველაფერში ხა სურათები შექმნა, ხა ხوار გესწავლება, ეგ ხო ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ახლა აქ ისეთი სურათები შეიქმნა და ნუ ახლა მან ინდივიდი ზოგჯერ ინდივიდმა გადააჭარბა, რა თქმა უნდა, არის რაღაც ისეთი მომენტები, რომელიც გაცილებით სულ არ მომწონს ესე რო ხდება და გაცილებით სხვანაირად უნდა იყოს, მაგრამ კიდევ გეუბნები მე ამათ ილუზიებს რო ვხედავ იმ გარემო გამოწვევებთან დაკავშირებით, ნუ რაღაც იმას დავითავოთ ახლა რა რაღაცა დაშანტაჟებული ვითავართ ახლა რომ საკუთარ ხელისუფლებაზე ხმას ვეღარ ვიღებთ რა. შედიჩნასაც ვერ ვაძლევთ, იმიტომ რომ ამიტომ სანამ ესენი არ გაეცლებიან ამ თემას, მაშინ რაც ძალიან ძიმე ეს არის, ამიტომ ახლა მანდ ახლა ხელისუფლებამ ჩემი აზრით ამ ადგილობრივ არჩევნებზე იქნება თუ მერე იქნება ერთადერთი თვითონ ხوار შექმნის ამ რაღაცა ოპოზიციურ პარტიას უბრალოდ უნდა გავრისკოთ ჩვენ და აი თვითონ ეს ახალგაზრდა ბიზნესმენები თუ ვინც არიან ადამიანები რაღაცა მათ უნდა მიეცეთ საშუალება რომ ახალი ინიციატივები დააფინანსონ რა სხვანაირად არაფერი გამოვა და ოპონირების რეჟიმში ჩადგეს იმიტომ რომ ახლა იცი რა ახალ ძალის მიმართ რამოდენიმე მოთხოვნა არსებობს ახლა პირველი მოთხოვნა არის ის რომ შენ გეოპოლიტიკურ ილუზიებში არ უნდა იყო და მეორე სატელიტი არ უნდა იყო შენ თუ სატელიტი დაგერქვა ეგ ახლა ხალხს ნანახია გესაყვარი უკვე რა გავლილი გვაქვს უკვე ესე ახლა და სატელიტი თუ არ უნდა იყო ახლა ფული საიდან ეს ხალხი იმიტომ გარბის დასავლეთში რომ შიგნით ფული არ იყო მაგრამ ეს ახლა გაბრაზებული ტიპებიც ახლა რაღაცნაირად დავიღალეთ რა ვინც პოლიტიკაში მოვიდა გაბრაზდა ბიზნესაივალიშვილი ზოგი თავიდან გაბრაზდა მე ერთი წლის მერე გაბრაზდა ვიღაცა 3 წლის მერე თავიდან გადასარევარგზობდა ყველა მაგასთან თავს და ესე თუ ვინმე საზოგადოება ამას რო ხედავს უკვე ხალხსაც უკვე დაეკარგა რწმენა რაღაცა ნუ გავიგეთ მაგრამ ახლა ყველას მიმართ და გასაგებია ამ ხალხის პოზიციაც რომ აღარ უნდათ ის რაც იყო, აქეთაც რაღაცა არ ვიცი, იმედია რომ შვიდათ მივალთ რაღაც წერტილამდე. რა ვიცი, იმედი არის, ძალიან ძიმე მდგომარეობა. მე იმიტომ გითხარი სამი ალტერნატივა. თუ ან შენ იწყებ გაგებას ერთმანეთის და გაგება ნიშნავს ესენი ერთმანეთს ვერც ვერ გაუგებენ. ახლა უკან მდგომა საზოგადოების წევრებმა თუ უნდა შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ამიტომ ასეთ გადაცემებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კომისიის შექმნა უშველის ამ ამბავს და იქ რაც დაგეგმილია ამ ამბავს ახლა არ ვიცი. და გასამართლება ეხლა ჩვენ ამ წუთას ერთმა რო გააჩუმოს მეორე მხარე ეს რეჟიმი ვარ ჩართული. ეგ სადამდე მიგვიყვანს მე არ ვიცი.
ამის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება მესამე, რომელიც რაღაცნაირად შეაჩერებს პროცესს. თუ არა და მაშინ მე გავიმარჯვე და მე ვარ მართალი, ეგ მექანიზმი ჩაერთვება. სულ 3-ია მსოფლიოში. ვინ გადაუწევს კლავს? აბა, იმიტომ რომ მეტი ალტერნატივა არ არის, ან ელაპარაკები, ან ტერიტორიას ყრობა, ან ერთი აჩუმებს მეორე. სოფლიო არის მეოთხე ალტერნატივა, ან მოდის მეოთხე გარედან ვიღაცა, გაჩუმებს ყველას და იწყებს თვითონ. კი ბატონო, ჩვენ დრო ამოიწურა, რომან მე მგონი გადავაცილეთ კიდეც. დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის, საინტერესო დროშაზე რა ეწერა, ხო გითხარი? კი, გავითვალისწინოთ ეგ. დავიბახსოვროთ უბრალოდ. რომან კაკულია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა მას მობრძანებისთვის. შევხვდებით მომდევნო ხუთშაბათს ამავე არხზე, ამავე დროს ნახვამდის.